საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ზვია ცეცხლაზე და კიდევ 7 პირი კვლავ პატიმრობაში დატოვა სასამართლომ. აკუთი ღონისძიების შეცვლის საკითხზე გაიმართა დღეს მსჯელობა, ასევე სიტყვით ისარგებლეს ბრალდებულებმა. მათი თქმით, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, რომლითაც მათ მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურდება. შეგახსენებთ, საქმეზე ბრალდებულ 8 პირს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. პროცესის პარალელურად დაკავებულებისთვის სოლიდარობის ნიშნად სასამართლოს ეზოში მათი მხარდამჭერებით შეიკრიბნენ. პირველი წარდგენის ხდომაზე ბრალდებულებს მიმართ გამოყენებული იქნა ახლობის ღონისძიების სახით პატიმრობა, შემდგომში სააპელაციო სასამართლომ განიხილა ეს საკითხი და ძალაში დატოვა. აღნიშნულის შემდეგ კიდევ ორჯერ განვიხილეთ ეს საკითხი და ეს უკვე მეხუთე ჯერ იხილება ბატონო მოსამართლე სასამართლოში ბრალდებულების მიმართ შეფარდებული ახლობის ღონისძიება. ოდესაც სასამართლომ უკვე არაერთხელ განიხილა ეს საკითხი მიუთითა, რომ რაიმე ახალი არსებითი გარემოება არ იყო წარმოდგენილი არც ერთი მხარის მიერ და ბრალდებულების მიმართ შეფარდებული პატიმრობა დატოვა ძალაში. მოცემულ შემთხვევაში არც დღევანდელ ხდომაზე არ აქვს ბატონო მოსამართლე რაიმე ახალი გარემოება წარმოდგენილი დაცვის მხარეს, რაც ზეგავლენას მოახდენდა ბრალდებულების მიმართ შერჩეულ ახლობ ღონისძიებაზე. დღეს რაც აი ამ დარბაზში ხდება, ეს არამარტო დანაშაულია ბატონო ბრალდებულებო, არამედ ეს არის ბოროტება. რასაც თქვენ აკეთებთ, იმიტომ რომ თქვენ ჩემშვილებს სრულიად უკანონოდ წაართვით სიხარული. და აი ამ ბიჭების დედებს წაართვით სიხარული. მე მინდა მიუმართო ჩემს პატრიარქს, ჩემო პატრიარქო. ძალიან დიდი თხოვნა მაქვს. გამოგზავნეთ თქვენი წარმომადგენლები დაესწრონ ჩვენ სასამართლოებს. სად უნდა მივიმალოთ? ვის უნდა მივემალო? მე მქონდა მაგის შესაძლებლობა, მაგრამ არ გამოვიყენე, იმიტომ რომ ეს იქნებოდა რას გავქცეოდი? როდესაც მართალი ვარ, რატო უნდა დავიმალო? ისიც მეყოფა რომ უდანაშაულოდ ვიჩები. თუ ჩვენ არ ვამბობთ რომ რაღაცა არ ჩაგვიდენია, რატომღაც თურმე ავტომატურად ეს ქმნის იმ შეხედულებას, რომ ვაღიარებთ. პირველ რიგში მთელი სასამართლო პროცესი იმაზე მიდის მტკიცება, რომ ჩვენ უდანაშაულოები ვართ და აქ პროკურატურამ რატომღაც აურია ერთმანეთში აღიარებისა და საკუთარ თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა. ანუ ჩვენ თუ დუმილის უფლება გამოვიყენეთ სიტყვაზე და არ დავაფიქსირეთ აზრი, ეს ხომ იმას არ ნიშნავს, რომ დამნაშავეები ვართ. და პარალელურად არაერთხელ დაგვიმტკიცებია ის მოცემულობა, რომ ჩვენ ეს არ ჩაგვიდენია. და რა თქმა უნდა ბრალს და დანაშაულს არ ვაღიარებთ იმის, რაც არ ჩაგვიდენია. ძალიან ხისტი ფორმა არის გამოყენებული წინასწარ პატიმრობა, როდესაც სასამართლოს შეუძლია თუ მიზნები გააჩნია რომ აი რაღაც პრევენციის, ამის გაცილებით უფრო ლაითი ფორმის ვალდებულებაც აქვს და საშუალებაც აქვს.